მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ვებინარი, ჩვენი შეხვედრა ეთმობა თემას well-being რევოლუცია, რატომ არის მნიშვნელოვანი ზრუნვა და მე შევეცდები, რომ დღევანდელი ვებინარის ფარგლებში გავერკვიოთ ერთად თუ რატომ არ არის well-being კეთილდღეობა უბრალოდ ერთ-ერთი მორიგი ტერმინია HR-ში და რატომ არის ის ბიზნეს აუცილებლობა დღევანდელ ბიზნეს სამყაროში. 2000 სიტყვით გაგეცნობით მეც, მე ვარ ანა ყულოშვილი, კომპანია Finos ადამიანური კაპიტალის ხელმძღვანელი, ასევე HR მენტორი და HR ლექტორი. ბევრ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მქონია ლექცია და მენტორშიპის პროგრამაშიც მონაწილეობა მიღებული HR-ში, თუმცა ვთვლი, რომ დღევანდელი ჩვენი საკითხი, რაზეც აქ შევიკრიბეთ, არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საინტერესო დღევანდელ სამყაროში და განსაკუთრებით მათთვის, ვინც არის დღევანდელ დღეს HR პროფესიონალი, მენეჯერი, ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენელი და უბრალოდ მათთვის, ვისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ორგანიზაციაში თანამშრომლის კარგად ყოფნა და, რა თქმა უნდა, ორგანიზაციის წარმატებით მართვა. პირველ ეტაპზე ალბათ მაქვს სურვილი, რა თქმა უნდა, გაგაცნოთ ჩემი კომპანია და ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატო გადაწყვიტა ჩვენმა კომპანიამ, რომელიც არის აუდიტორული და საბუღალტრო სერვისების კომპანია, გესაუბროთ ისეთ საკითხებზე, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ჩვენს პროფესიულ თემებს, როგორიც არის ფინანსები. და ამაზეც გეტყვით 2000 სიტყვით. მოკლედ, Fino არის აუდიტორული და საბუღალტრო სერვისების კომპანია. ჩვენი კომპანია 2011 წლიდან აწვდის მომსახურებას ქართულ ბიზნესს მცირე საშუალო მსხვილს. არ აქვს მნიშვნელობა, დაახლოებით 17 სექტორს მოვიცავთ და 17 სექტორიდან არაერთ კომპანიას ვეხმარებით და უწევთ მოკლედ კონსულტირებას ისეთ საკითხებში, როგორიც არის თქვა, საგადასახადო აუდიტი, ფინანსური აუდიტი, საბუღალტრო მომსახურება, საგადასახადო დავებში დახმარება და კონსულტირება და ასე შემდეგ. მიუხედავად ჩვენი ასეთი წარმატებული პროფესიული გამოცდილებისა, საკმაოდ წარმატებულები აღმოჩნდით იმ საკითხშიც, თუ როგორ ზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე და შარშანდელი გქონდა საოცრად წარმატებული წელი განსაკუთრებით, როცა არაერთ ბიზნეს დაჯილდოებაზე და ღონისძიებაზე გავიმარჯვეთ, მოვიპოვეთ პრიზები, ზუსტად ამ ნაწილში, როგორ ზრუნავთ თანამშრომლებზე, როგორ ვცდილობთ, რომ შევქმნათ ჯანსაღი სამუშაო გარემო კომპანიაში და ამან მოგცა მოკლედ იმის შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ მივეცით თავს უფლება, რომ გვაქვს სურვილი გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, თუ პირამ პროექტი გაგვიკეთებიან და გვინერგავს კომპანიაში, რამაც წარმატება მოგვიტანა, თქვენთან გავაზიაროთ და ოდნავ მცირედი წვლილი შევიტანოთ თქვენი ორგანიზაციულ სიჯანსაღლში. მოკლედ, შარშან დავსახელით წლის თანამშრომლებზე მზრუნველ კომპანიაც და ნელ-ნელა ამაზეც მოგიყვებით, რა ტიპის პროექტიც გავიმარჯვეთ ამ ღონისძიებაზე. მინდა შევეხო იმ მთავარ თემებს მოკლედ, რაზეც ვისაუბრებთ ვებინარის ფარგლებში. მნიშვნელოვანი თემები არის ადამიანი როგორც კომპანიის მთავარი კაპიტალი, ასევე ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება რომ თანამშრომელთა კეთილდღეობამ განსაზღვროს ორგანიზაციის წარმატება. მინდა რომ განვიხილოთ ემპათიური ლიდერობის სტრატეგიები და ასევე შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან და ძალიან სენსიტიურ თემას, როგორიც არის მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა სამუშაო გარემოში. თქვენთან ერთად შევეცდები განვიხილო პრაქტიკული ინსტრუმენტები თანამშრომლებთან ზრუნვის მომენტში და კეთილდღეობაში, როგორ შეიძლება რომ გამოვიყენოთ და რა შეიძლება რომ იყოს ეს პრაქტიკული ინსტრუმენტები და ასევე შევეხები ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის გრძელვადიანი ინვესტირება თანამშრომელთა ბედნიერებაში. შეხვედრის ბოლოს გელოდებათ საჩუქარი, რომელიც სპეციალურად თქვენთვის მოვამზადეთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს ეს თემა და ვინც დღეს გვესწრება. მე მგონი საინტერესო აღმოჩნდება თქვენთვის ეს საჩუქარიც და დაველოდოთ ერთად შეხვედრის ბოლოს. პირველ ეტაპზე მინდა შევეხოთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, ზოგადად, რაც არის ადამიანური კაპიტალის იდეის ზოგადად ევოლუცია და ფორმირება. როგორ მოხდა ის, რომ ოდესღაც ჩვენ გვქონდა ადამიანური რესურსები და დღეს ჩვენ გვაქვს ადამიანური კაპიტალი და როგორ მივედით მოკლედ აქამდე. მინდა შეგახსენოთ, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა იყო ინდუსტრიული რევოლუცია და მოკლედ ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქა დუხდა, ზუსტად ამ პერიოდში ადამიანები და თანამშრომლები განიხილებოდნენ მხოლოდ უბრალოდ შრომით ძალად და მათ უწევდათ სამწუხაროდ ძალიან რთულ და არახუმანურ პირობებში მუშაობა და მათ თითქმის შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებად არავინ არ აღიქვავდა. მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან უკვე ნელ-ნელა დაიწყო და იკვეთება რამდენიმე კომპანიაში თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვის პირველი ნაბიჯები და
ეს ძირითადად უბრალოდ შეეხებოდა თავდაპირველად მხოლოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და დამოკიდებულებებთან გამკლავებას, როცა თანამშრომელს ჰქონდა დამოკიდებულებები მაგალითად ნარკოტიკის მიმართ, ალკოჰოლის მიმართ, აზარტული თამაშების მიმართ, სწორედ მხოლოდ აი ასეთ მომენტებში იჩენდნენ ხოლმე კომპანიები მზრუნველობას და ცდილობდნენ, რომ მათი დახმარებისთვის რაღაც პროექტები შეემუშავებინათ. ნელ-ნელა გადის დრო და 1960-70-იან წლებში გვეწევა თან ისეთი კვლევები და ისეთი ინოვაციები, როგორც იყო მასლოუს პირამიდა, ჰერცბერგის მოტივაციის თეორია, რამაც ნელ-ნელა დააწყებინა ადამიანებს იმაზე საუბარი თუ დასაჭიროებები აქვთ ადამიანებს, მათ შორის თანამშრომლებს, რის გამო აქვთ მათ მოტივაცია, რომ გააკეთონ უფრო მეტი და ნელ-ნელა მოკლედ ამას დაეწია გელაფისა თუ დელოიტის მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებმაც უფრო მეტად ცხადყო, როგორი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლის კარგად ყოფნას ორგანიზაციის წარმატებას. 2010 წლიდან მოკლედ ნელ-ნელა კვლევებმა უფრო მეტად მოიკიდა ფეხი, მეტი და მეტი კვლევა ტარდებოდა იმაზე, რომლებიც იმასთან დაკავშირებით თუ რა მნიშვნელობა აქვს ბედნიერ თანამშრომელს კომპანიაში ყოფნაზე და თითქოს ეს საკითხი, რომელიც ძალიან რბილად მიიჩნევა, თითქოს მხოლოდ საუბრის დროს ვცდილობთ ხოლმე რომ ხაზი გაუსვათ თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რეალურად დაგვანახა კვლევებმა, რომ არ არის ესეთი უმნიშვნელო საკითხი, რეალურად პრაქტიკაში ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება ამ ყველაფერს და რეალურად ძალიან დიდი შედეგები შეუძლია რომ მოუტანოს ამ ყველაფერმა თვითონ კომპანიას და ორგანიზაციას. და რაც შეეხება უკვე უშუალოდ 2020 წლიდან, როცა COVID-19 პანდემია იყო მსოფლიოში, ამან ძალიან დააჩქარა პროცესები და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ პანდემიის შემდეგ კომპანიები ძალიან სწრაფად გადაეწყნენ იმ მაინდსეტზე, როცა ძალიან მნიშვნელოვნად ჩაითვალა თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათთვის ხელსაყრელი სამუშაო პირობების შეთავაზება და მოკლედ ამ პანდემიამ ერთი კარგი რაც გააკეთა ის, რომ ამ კუთხით ძალიან დააჩქარა პროცესები. ესე იგი, სლაიდზე თქვენ ხედავთ რიჩარდ ბრანსონს და რიჩარდ ბრანსონი ერთ-ერთი ცნობილი ინგლისელი ბიზნესმენი და წარმატებული ადამიანი არის, რომელიც ამბობს ესეთ რაღაცას, რომ იზრუნეთ თქვენს თანამშრომლებზე და ისინი იზრუნებენ თქვენს ბიზნესზე. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ პრაქტიკაში, ეს არის ძალიან საინტერესო, როგორ შეიძლება რომ ამან მოგვიტანოს რეალურად კარგი შედეგები და იდეაში თუ გადავხედავთ ისეთ დიდ და ცნობილ კომპანიებს, როგორიც არის მაგალითად Google, Apple, Tesla, მიხვდებით, რომ იქ სწორედ იყენებენ იმ მიდგომებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლებზე ზრუნვის მომენტში და ეს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები, ალბათ ხვდებით, რომ მხოლოდ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით არ არიან წარმატებულები და ცნობილები, ამ ტექნოლოგიებს ქმნიან ის ადამიანები, ვინც არიან თანამშრომლები ამ კომპანიაში და სწორედ ამ თანამშრომლებზე ზრუნვა მოუტანა ამ კომპანიებს ესეთი წარმატება. რომ ვისაუბროთ უშუალოდ როგორ განსაზღვრავს თანამშრომელთა კეთილდღეობა ორგანიზაციულ წარმატებას, ამ შემთხვევაში უნდა უკვე დავეყნოთ კვლევებს. 2020 წელს ჩატარდა ორი მნიშვნელოვანი კვლევა, ერთი დელოიტის მიერ, ერთი Harvard Business Review-ს მიერ და ორივე გვეუბნება, რომ ძლიერი well-being პროგრამების მქონე კომპანიებში თანამშრომელთა გადინება 51%-ით მცირდება და სამუშაო ძალის პროდუქტიულობა პირიქით იზრდება. დამეთანხმებით ალბათ, ვინც HR-ში ხართ დასაქმებული, ან გქონიათ მსგავს საკითხებთან შეხება, როგორი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის თანამშრომელთა გადინება. თანამშრომელთა გადინება არა მხოლოდ რესურსული, ასე ვთქვათ, დანაკარგი არის კომპანიისთვის, არამედ ფინანსური უდიდესი დანაკარგი არის, როცა არსებული თანამშრომელი, რომელიც წლებია შეიძლება კომპანიაში მუშაობს, ზუსტად იმ ლოიალურობის ხარჯზე ჩერდება შენთან, ნაკლებ ანაზღაურებაზე შეიძლება არც თუ ისე მომხიბლელ პირობებზე, როცა მსგავსი ტიპის თანამშრომელი კომპანიას ტოვებს და ამ ადგილზე უნდა შევავსოთ სხვა ადამიანი და სხვა ტალანტი მოვიძიოთ, უკვე ძალიან რთულდება ბაზარზე პროფესიონალის პოვნა იგივე პირობებზე და შეიძლება ითქვას, რომ ორჯერ და სამჯერ მეტ ანაზღაურებაზეც კი ვერ შევძლოთ იგივე კომპეტენციის ადამიანის პოვნა და დასაქმება. სწორედ ამიტომ ვთავაზობს მოკლედ დღევანდელი სამყარო იმას, რომ ამ ყველაფრის პრევენციის მიზნით თვითონ შიგნით ვინც არიან ჩვენი გუნდის წევრები, მათზე ვიზრუნავთ, მათ გაძლიერებაზე, მათ ფსიქოლოგიურ, ემოციურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე და ასე ჩვენ შევამცირებთ დაუშვათ როგორც დანაკარგს რესურსულს და ფინანსურს, ისე ხელშეუწყობთ კომპანიის წარმატებას და გაზრდას და სწორედ თანამშრომელთა კეთილდღეობა ზრდის ამ ყველაფერს. რაც შეეხება ემპათიურ ლიდერობას,
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის well-being პროცესში და ალბათ ისინი ვინც ხართ მენეჯერები და გიწევთ გუნდის მართვა, ან ყოლიათ მენეჯერი, ყველაზე კარგად მიხვდებით ამ თემას. Forbes-მა ჩაატარა 2019 წელს კვლევა და ამ კვლევამ გუჩვენა ის, რომ თანამშრომელთა 61% უფრო მაღალი სამუშაო კმაყოფილებით გამოირჩევა, ვინც მუშაობს ემპათიურ ლიდერთან, მოკლედ. ემპათიური ლიდერობა ნიშნავს, როცა ხარ ისეთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია აქტიური მოსმენა თანამშრომლების, გულწრფელი უკავშირის დაბრუნება და მათთვის იმის დარწმუნება, რომ ის მათზე ზრუნავს, მათი საკითხები რეალურად ადარდებს და აბრუნებს ძალიან სწორ უკავშირს გუნდში, გუნდის ნებისმიერ წევრთან და საიმონ სინეკის ცნობილი ასე ვთქვათ ფრაზა არის ის, რომ ლიდერობა მხოლოდ პასუხისმგებელ პირად ყოფნას არ ნიშნავს, ანუ ლიდერი მხოლოდ იმით ვერ გახდები, რომ ბევრ პასუხისმგებლობას აიღებ კომპანიაში შენზე. ლიდერობა არის იმაზე ზრუნვა, ვინც თქვენს პასუხისმგებლობაშია და ნებისმიერი მენეჯერისთვის, მოკლედ, კარგი ლიდერი თუ ხარ და ემპათიური ლიდერი თუ ხარ, უნდა იყო ადამიანი, რომელიც გუნდის თითოეულ წევრს აქტიურად უსმენს, წევრებში იპოვებს იმის ნდობას, რომ შეუძლიათ მას დაეყრდნონ, აბრუნებს გულწრფელ უკავშირს და არის მუდმივად საქმის კურსში თუ რა ხდება გუნდის თითოეულ წევრთან და დამეთანხმებით ალბათ, რომ ნდობის გაჩენა და სანდოობის მაღალი ხარისხის ქონა გუნდში არის უმნიშვნელოვანესი რამ, რასაც დღევანდელი ნებისმიერი უახლესი კვლევა იქნება ეს თუ გამოკითხვას ხატყობს, რომ თანამშრომლებს სჭირდებათ საკუთარ ლიდერებში, მენეჯერებში მაგის დანახვა, იმედის და ნდობის. და როცა ნდობის ხარისხი გვაქვს მაღალი, იგი იზრდება თანამშრომელთა ჩართულობას, პროდუქტიულობას, მათი мотивაციაც, რომ საუკეთესო რამ გააკეთონ, მოკლედ რისი გაკეთება შეუძლიათ და ეს ყველაფერი ალბათ დამეთანხმებით, რომ ისევ და ისევ აისახება კომპანიის და ორგანიზაციის წარმატებაში და ზოგადად დღეს რა თემასაც არ შევეხებით, აბსოლუტურად თითოეულ თემაზე მიხვდებით, რომ საერთო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ეს ყველაფერი ამ თანამშრომლებზე ზრუნვა ნებისმიერი კუთხით, რომელი მხრივადაც ჩვენ ვისაუბრებთ, უკავშირდება კომპანიის წარმატებას და კომპანიის ზრდას და არავითარ შემთხვევაში და არც ერთ შემთხვევაში არ მოაქვს მას ნეგატიური გავლენა და ნეგატიური, ასე ვთქვათ, მომავალი ორგანიზაციისთვის. მენტალურ ჯანმრთელობას მინდა შევეხო, რაც არის ძალიან სენსიტიური თემა დღევანდელობაში და აი ამ თემის შემდეგ ზუსტად მინდა რომ რაღაცნაირად თქვენს გამიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ამ თემებზე, რას ფიქრობთ და რას თვლით, ან თუ გქონიათ გამოწვევები ამ კუთხით თქვენს კომპანიებში, თქვენს გუნდებში თუ მენეჯერები მერთვებით და მინდა რომ თქვენი გამოცდილებაც გააზიაროთ და შემდეგ გავაგზავნოთ უკვე სხვა თემაზე. მენტალურ ჯანმრთელობას რაც შეეხება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა დღევანდელ კორპორატიულ სამყაროში, როგორც გითხარით, COVID პანდემიამ ძალიან ხელი შეუწყო იმას, რომ ეს თემა ზემოთ ზედაპირზე ამოეწია და გამხდარიყო ძალიან აქტუალური. დღევანდელ დღეს ისეთი სწრაფად ცოლებადი სამყარო გვაქვს და ისეთი მოცემულობა გვაქვს, სადაც ყოველდღიურად ძალიან ბევრი ცვლილება ხდება, ადამიანი ვეღარ უმკლავდება ამდენი ინფორმაციის ერთბაშად მიღებას და სამსახურშიც მით უმეტეს თუ სტრესული გარემო აქვს შექმნილი თანამშრომელს, მისი გადაწვა ხდება ძალიან ასე ვთქვათ, მარტივად და სწრაფად და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვეუბნება იმასაც, რომ თურმე ყოველწლიურად 5-დან 1 დასრული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას განიცდის და ამას თუ გადმოვიტანთ ორგანიზაციაში რეალობაში, ესე იგი ჩავთვალოთ, რომ თანამშრომელთა 20% გადაწვის ზღვარზე არის, თავს ცუდად გრძნობს და მისი სამუშაო ძალა შესამჩნევად და მნიშვნელოვნად ქვეითდება და აუცილებლად რაღაც გვაქვს სასწრაფოდ გასაკეთებელი, რაღაც მოკლედ ისეთ გაწითლებული პრობლემა არის ეს, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ძალიან ბევრი პროგრამის დანერგვა შეგვიძლია ამ კუთხით. ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, ვინც თავდაპირველად დიდი ყურადღება დაუთმო მენტალურ ჯანმრთელობას, იყო Google და მან სწორად ისეთი პროგრამები შეიმუშავა შიგნით კომპანიაში ამ კუთხით, რომ თანამშრომელთა შენარჩუნება გაზარდა 30%. გვაქვს ეს მონაცემები ნამდვილად. და თანამშრომელთა შენარჩუნება ისევ და ისევ მივდივართ იქ, რომ არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, გადინების ხელისშემშლელი ფაქტორი არის, რომ არსებული თანამშრომლები შევინარჩუნოთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი პროექტები დავნერგოთ, ისეთი ინიციატივები შემოვიტანოთ გუნდში, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლებში მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობას და გადაწვის პრევენციას მოახდენს.
ჩვენ შეგვიძლია ამისთვის შევთავაზოთ ჩვენს თანამშრომლებს მენტალური შვებულების დღეები, რაც ძალიან მიხარია, რომ დღეს ქართულ ბაზარზე ძალიან უკვე არის ხელშესახებად შემიძლია დავასახელო კომპანიები, სადაც უკვე არსებობს ეს პრაქტიკა და ისინი თანამშრომლებს თავაზობენ როგორც ჩვეულებრივ 24 საშვებულებო დღეს, ისე პლუს დამატებით 5-10 დღეს წლის განმავლობაში მენტალური შვებულების ასაღებად, როცა ისინი თავს უბრალოდ მენტალურად ვერ გრძნობენ კარგად, შეუძლიათ რომ აიღონ შვებულების დღეები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს თანამშრომლებს შევთავაზოთ ფსიქოთერაპევტის მომსახურება, დაუფინანსოთ არ ვიცი ფსიქოთერაპიის სესიებზე სიარული, პირადი ფსიქოლოგის მომსახურება, შეიძლება გუნდში თვითონ ავიყვანოთ ჩვენ ფსიქოლოგი და გვყავდეს გუნდის შიგნით, ისე შეგვიძლია ცალკე როგორც სერვისი, ისე დაუფინანსოთ ჩვენს თანამშრომლებს. მაქსიმალურად ხელშეწყობა ვცადოთ ჯანსაღი ცხოვრების, არ ვიცი, შევთავაზოთ მათ ჯანსაღი საკვები ლანჩზე, დაუფინანსოთ სპორტული აქტივობები, რაც ისევ და ისევ პრევენციისთვის ძალიან კარგია, რომ მათი გადაწვა თავიდან ავიცილოთ და მაქსიმალურად ისევ და ისევ ამ თემასთანაც შეგვიძლია ვახსენოთ ემპათიური ლიდერობა, რაც ნიშნავს იმას, რომ აქტიური მოსმენა, როცა თანამშრომელს ვეიმედებით, როცა თანამშრომელმა იცის, რომ შეუძლია მოვიდეს ჩვენთან, ჩვენ მას მოусმენთ, არ განვსჭით და დავუბრუნებთ ძალიან სწორ, გულწრფელ და კონსტრუქციულ უკავშირს, რა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი თავიდან აგვარიდებს მათ გადაწვას, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების შექმნას და ისევ და ისევ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ვეიმედებოდეთ და ჩვენი ნდობა გქონდეთ და დასაყრდენ პირებს წარმოვადგენდეთ ორგანიზაციებში, ისეთი ლიდერული პოზიციის წარმომადგენლები, როგორებიც ვართ HR პროფესიონალები, მენეჯერები, ტოპ მენეჯერები და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უწევს გუნდთან შეხება და გუნდის მართვა. აქ ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრსაც, თქვენს გამოცდილებასაც, ზოგადად რას ფიქრობთ ამ თემებთან დაკავშირებით, რამდენად ეთანხმებით ამ ყველაფერს. თუ გქონიათ თქვენ თვითონ საინტერესო გამოწვევა ამ კუთხით, თუ გადაგიჭრიათ პრობლემა, ძალიან გამიხარდება თუ გექნებათ სურვილი გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება. მეგობრებო, როგორც მივხვდი, არ გაქვთ ხო? მე გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ მაინტერესებს ასეთი რამ. ვთქვათ, მივმართე HR-ს პრობლემით, რომ თავს გრძნობ გადამწვარად, მაქვს ეს პრობლემები და მისგან საფეხბურთო რეაქცია არ წამოვიდა. ამ შემთხვევაში რაში მიცდე რომ გავაკეთო? საინტერესო კითხვა არის. აქ უკვე ესე იგი ძალიან რთულად გვაქვს სიტუაცია. მადლობა პირველ რიგში შეკითხვისთვის. ამ კომპანიაში ესე იგი სადაც HR-ს არ სურს ჩვენი მოსმენა, ან არ გვთავაზობს, შესაძლებელია HR-ს არ ქონდეს თვითონ ხელში ბერკეტი, რითიც ჩვენ ამ პრობლემას მოგვიგგვარებს, მაგრამ შეიძლება რომ გვირჩიოს ძალიან სწორი რამ, შეიძლება რომ იგივე გადაგვამისამართოს სწორ ადამიანთან, ვინც დაგვეხმარება, მაგრამ თუ ამ ყველაფერს არ აკეთებს HR-ი, სავარაუდოდ ამ კომპანიაში არის დგას იმის პრობლემა, რომ საერთოდ არ არის ეს თემა, რაც არის well-being-ი, თანამშრომელთა კეთილდღეობა აღქმული სერიოზულ თემად, საერთოდ არ ექცევა ამას ყურადღება და შესაბამისად HR-ი ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს ამ ყველაფრის ინიციატორი და მედიატორი თანამშრომელსა და მენეჯმენტ შორის და პირველი მზრუნველი ადამიანი თანამშრომელზე, თუ მისთვის არ არის ეს პრიორიტეტული, გამოდის, რომ არასწორ ადგილას ვართ ამ კუთხით. თუმცა, რა თქმა უნდა, მე რომ თანამშრომელი ვიყო და ვერ მივიღო დახმარება HR-ისგან, ალბათ პირიქით მე ავიღებდი ინიციატივას, რომ ამ თემებზე მე საუბრა, ინიციატივა მიმეტანა თუნდაც HR-თან და ხელმძღვანელთან, რომ რამე ხوار გავეკეთებინა ამ კუთხით, თუმცა ესეც რა თქმა უნდა მარტივი გასაკეთებელი არ არის და ყველას არ აქვს იმის განბედაობა, რომ თუ ჩვეულებრივ პოზიციაზეა თანამშრომელი, ამ ყველაფერზე იზრუნოს. შეიძლება გაჩნდეს კიდეც იმის, ასე ვთქვათ, შეგრძნება, რომ მე რატომ უნდა ვიზრუნო, არის ადამიანი კომპანიაში, ვინც ამაზე უნდა ზრუნავდეს და არ ვიცი, სწორედ აი ესეთი მომენტები, ესეთი კომპანიები და ესეთი HR-ები უწყობენ ხელს იმას, რომ გადინების მაღალი პროცენტულობა არის თითქმის ნებისმიერ კომპანიაში, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა სამყაროში ზოგადად ნებისმიერ ქვეყანაში, წამყვან კომპანიებშიც კი არის უდიდესი გადინების პრობლემა თანამშრომლების
თანამშრომლები ტოვებენ კომპანიებს და სხვათა შორის როცა კვლევები ტარდება და exit ინტერვიუები სწორედ იმიტომ ტარდება კომპანიაში წესით, რომ გამოვიკვლიოთ ის მიზეზები, რატო ტოვებენ ჩვენს ორგანიზაციას თანამშრომლები, როცა აქვეყნებენ ხოლმე ამ შედეგებს, ხშირად არის ხოლმე ანონიმური კვლევები ამ კუთხით. ყველაზე მეტი მიზეზი, რატომაც თანამშრომელი ტოვებს კომპანიას, არ არის, რომ თქვა, დანაზღაურება არ აკმაყოფილებს ან რაიმე მატერიალური ნიშნით. ყოველთვის არის ხოლმე ის, რომ ან მენეჯერისგან ვერ იღებს მხარდაჭერას, ან HR-ისგან, ან კომპანიაში არ გრძნობს თავს ფსიქიკურად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად უსაფრთხოდ, დაცულად, არ იღებს საკმარის მხარდაჭერას და სწორედ აი ეს სენსიტიური მომენტები და ეს მიკუთვნებულობის შეგრძნება კომპანიასთან ეკარგება თანამშრომლებს და სწორედ ამიტომ ტოვებენ ხოლმე. ამიტომ ალბათ ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება მსგავს კომპანიაში ან ჩვენ თვითონ ვეცადოთ, რომ რამე გამოვასწოროთ, ან ვიყოთ ისეთ ორგანიზაციებში, სადაც ამ კუთხით ჩვენზე იზრუნებენ. მადლობა. პირიქით. სხვა არ აქვს რაიმე კითხვა, ან ხო არ უნდა გამოცდილების დაზიარება? კარგით, მეგობრებო, მაშინ გადავიდეთ შემდეგ თემაზე, რადგან არ გსურთ რაიმეს გაზიარება ამ ეტაპისთვის. მე მინდა რომ ვისაუბრო პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე, თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მომენტში. ანუ რეალურად აი აქამდე რაც ვისაუბრე, რომ არ გავდეს ტყელსაუბარს და უბრალოდ თეორიის თავს მოხვევას, რეალურად რისი გაკეთება შეგვიძლია თუ ეხა ვიწყებთ კომპანიაში HR-ად მუშაობას, ვიცით მაგალითად როგორი მნიშვნელოვანია თანამშრომელთა კეთილდღეობა, მაგრამ არ ვიცით საიდან დავიწყოთ, რა გავაკეთოთ. ამისათვის მე გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკული ინსტრუმენტს, რაც რეალურად ძალიან კარგად მუშაობს. უშუალოდ ჩვენ გვაქვს დაუშვათ ზოგიერთი მათგანი კომპანიაში, რამაც რეალურად შედეგები მოიტანა და რამდენიმეს ჩამოვთვლი და თქვენგან მაინტერესებს, რას დაამატებდით, ან თუ თვლით, რომ ეს ინსტრუმენტები რეალურად კარგად იმუშავებდა თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვის მომენტში. მაგალითად, work-life balance, მოქნილი სამუშაო გრაფიკი და დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა. დღევანდელ დღეს ალბათ დამერწმუნებით, რომ ყველა ეძებს ისეთ სამსახურს, სადაც იქნება მაქსიმალურად მოქნილი გრაფიკი, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ მინიმუმ 2-3-ზე იყოს, 2 დღე მაინც გქონდეს კვირაში დისტანციური მუშაობისთვის შესაძლებელი და 5 დღეს არ გთხოვდნენ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9-დან 6-მდე ოფისში ჯდომას. ნელ-ნელა ეს ყველაფერი ესეთ ისევ პანდემიის შემდეგ შეიცვალა და დღეს ყველანი ვეძებთ მაქსიმალურად მოქნილ სამუშაო გარემოს, ჰიბრიდულ სამუშაო გარემოს და მუდმივად ისეთ გარემოს, სადაც ჩვენი სამსახურეობრივი და პირადი ცხოვრების ბალანსი იქნება დაცული. ისეთ სამსახურს, სადაც მთელი ჩვენი, ასე ვთქვათ, სამუშაო პროცესი არ შეჭამს ჩვენს პირად დროს და აღარ დაგვიტოვებს დროს იმისთვის, რომ გქონდეს ჩვენი ცალკე სოციალური ცხოვრება, ოჯახი, მეგობრები და ასე შემდეგ. ასევე ჩვენ შეგვიძლია თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის ფიზიკური ჯანმრთელობის პროგრამები დავნერგოთ კომპანიაში და შევთავაზოთ მათ როგორც კვების დაფინანსება, ისე სპორტული აქტივობების დაფინანსება. დღესდღეობით საქართველოში არის რამდენიმე ისეთი პროგრამა, რომელიც შეგვიძლია რომ დაუფინანსოთ ჩვენს თანამშრომლებს, თუ კონკრეტულად თქვათ სპორტ დარბაზს არ უფინანსებს და მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ მათ ასე ვთქვათ მივცეთ შესაძლებლობა, რომ ფიზიკური აქტივობით დაკლავდნენ, ასევე დაუფინანსოთ კვება, ლანჩი, ჯანსაღი საკვები ჰქონდეთ მათ სამუშაო დღის განმავლობაში. ხელი შეუწყოთ მათ ჯანსაღ-კვებას, თუნდაც იმითაც, რომ გქონდეს მუდმივად მომარაგებული ოფისში ხილი, ბოსტნეული და მსგავსი ტიპის საკვები. ჩვენ კომპანიაში რეალური მაგალითები რომ მოგიყვეთ, იმ კუთხით თუ როგორ ვეწევით ჯანსაღი სამუშაო გარემოს ხელშეწყობას, შემიძლია გითხრათ, რომ ვაწყობთ ხოლმე სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს, მაგალითად, ერთ-ერთი თვე გქონდა გამოწვევა ჯანსაღ ცხოვრებაზე, ფიტი ერქვა ჩვენს გამოწვევას და ერთი თვის განმავლობაში თანამშრომლებს მოკლედ უნდათ ასე ვთქვათ გადაიღოთ ვიდეო ან ფოტომასალა იმის ამსახველი თუ როგორ ცდილობენ რომ ჯანსაღი ცხოვრება დაიცვან. შეეძლოთ მათ გადაიღოთ ფოტო სპორტული დარბაზიდან, გადაიღოთ ფოტო როცა იკვებებოდნენ ჯანსაღად, არ ვიცი, საკმარისი რაოდენობის წყალს სვავდნენ, ძილს იწესრიგებდნენ და ასე შემდეგ და ჩვენ შემდეგ რა თქმა უნდა გამარჯვებულს გამოვავლენდით და ვასაჩუქრებდით და წავახალისებდით კიდეც რომ უფრო მეტად გაეგრძელებინათ ჯანსაღი ცხოვრება. მუდმივად მხარდაჭერის რეჟიმში ვართ ამ კუთხით. რაც შეეხება მენტალურ ჯანმრთელობას, ამაზე კი ვისაუბრე და გამომეორდები, რომ ჩვენ შეგვიძლია მათ შევთავაზოთ
ძალიან ისეთი მხარდამჭერი პროგრამები, როგორიც იქნება ფსიქოთერაპიის სეანსის დაფინანსება, იგივე მენტალური შვებულება, ძალიან კარგი ჟესტია თუ კომპანია მინიმუმ 5 დღეს მაინც აიღებს წლის განმავლობაში და ეტყვის თანამშრომელს, რომ აი დამატებით 5 დღეს გაძლევ, თუ რომელიმე ნებისმიერ დღეს შენ უბრალოდ თავს კარგად არ გზნობ, ნაკლებად ენერგიულად ხარ, გგონია რომ პროდუქტიული ვერ იქნები იმ დღეს, შეგიძლია აიღოს დამატებით შვებულების დღე და დაისვენო მოძლიერდე და შემდეგ ისე დაუბრუნდე სამუშაო გარემოს. პროფესიული განვითარების და გადამზადების შესაძლებლობები უნდა ვახსენოთ აუცილებლად. თანამშრომელი, რაც არ უნდა მას კომფორტული გარემო შევთავაზოთ კომპანიაში, არ გაჩერდება თუ ის ვერ ხედავს ჩვენთან შიგნით ორგანიზაციაში განვითარების შესაძლებლობას და ვერ ხედავს იმას, რომ ვითარდება, რაღაც მკაფიო გზა თუ არ აქვს მას განსაზღვრული დღეს ამ წერტილზე თუ არის ხვალ სად უნდა იყოს. არ აქვს განსაზღვრული ზოგადად რისი მიღწევა სურს, რისთვისაც კეთდება ხოლმე თუნდაც performance review-ები, ინერგება mentorship-ის პროგრამები ორგანიზაციებში, ინდივიდუალურად თანამშრომელთა განვითარების პროგრამები და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვემუშაოთ ორგანიზაციაში თანამშრომლებს, შევთავაზოთ სხვადასხვა ტრენინგ კურსები, როგორც კომპანიის შიგნით, ისე კომპანიის გარეთ დავუფინანსოთ, მოვიკვლიოთ მათი ინტერესები, საჭიროებები და ზუსტად ამ კუთხით გადავამზადოთ ისინი, რომ მათ იგრძნონ, რომ მუდმივად ზრუნვის მომენტში ვართ, მუდმივად ვზრუნავთ მათ განვითარებაზე, წინსვლაზე და ჰქონდეთ მათ იმის განცდა, რომ კარიერული წინსვლა სწორედ ჩვენს კომპანიას, სადაც დღეს არიან, ამ კომპანიას დაუკავშირონ და არა სხვა კომპანიას. ეს ყველანაირი ინსტრუმენტი მოკლედ იმას იწვევს, რომ რეალურად თანამშრომელს მუჩენ იმის განცდას, რომ სწორ ადგილას არის, ჩემს კომპანიაში უნდა დაიხარჯოს მაქსიმალურად, მე შევუწყობ ხელს, რომ მან იგრძნოს თავი ჯანსაღად, ჯანმრთელად, შეუძლია იყოს მოქნილი ჩემს კომპანიაში, როცა უნდა სახლიდან იმუშაოს, როცა მოესურვება ოფისიდან იმუშაოს, მივცე იმის შესაძლებლობა, რომ რეალურად კარიერული განვითარება ჰქონდეს, ვასწავლო რაღაც ახალი, რაც გამოუმუშავებს მნიშვნელოვან უნარჩვევებს თავისი საქმის შესასრულებლად, რომ უკეთესი პერფორმანსი ჰქონდეს და რა თქმა უნდა, რაც ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის და რაც ესეც ერთ-ერთი გამოწვევა არის დღეს კომპანიებში არის რეგულარული უკავშირის პრობლემა და აღიარების სისტემები. ხშირად სამწუხაროდ კომპანიებში არ არის ხოლმე დანერგილი სწორი უკავშირის კულტურა და ხშირად არ იციან თუ რა მნიშვნელობა აქვს უკავშირს და ამ დროს აქვს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა უკავშირის კომპანიებში, როცა თანამშრომელი რაღაც დავალებას ასრულებს, მან უნდა მიიღოს აუცილებლად შენგან პასუხი მენეჯერისგან, გუნდის ლიდერისგან და მენტორისგან, ვინც ემუშავებდა და ვინც აძლევს დავალებას, რომ აუცილებლად მან დაინახოს საკუთარი ღირებულება, საკუთარი ფასეულობა გუნდის შიგნით. სწორი უკავშირი მას აჩვენებს იმ ღირებულებას და ფასეულობას, რის იმოტანაც მას შეუძლია კომპანიისთვის და სწორედ არის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მის გაჩერებას კომპანიაში და შენარჩუნებას ხელს მნიშვნელოვანწილად უწყობს და არ ვიცი, ძალიან ბევრს მუშაობენ ამ თემაზე. ჩვენს კომპანიაში მუდმივად ვემუშაობთ მენეჯერებს ამ კუთხით, რომ მათ შეეძლოთ სწორი კონსტრუქციული გულწრფელი უკავშირის დაბრუნება და ბალანსად ითვლება ზოგადად ესეთი ფორმულირება ამ ყველაფრის, რომ თუ ადამიანს ვაძლევთ ერთ შენიშვნას, როცა რაღაც კარგად არ გამოსდის, თუმცა ამ შემთხვევაში ყოველთვის ვეცადოთ ხოლმე, რომ წავახალისოთ ის ფაქტი, რომ სიტყვა შენიშვნა არ ვიხმაროთ კომპანიაში და უფრო მეტად დავარქვათ ამას რეკომენდაცია, როცა ვაძლევთ ერთ რეკომენდაციას თანამშრომელს, მას აუცილებლად უნდა მოყვებოდეს 3 კარგი დადებითი უკავშირი. ეს ითვლება ბალანსად ზოგადად და არ შეიძლება, რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში, რომ თანამშრომელს მხოლოდ შენიშვნებს და რეკომენდაციებს ვაძლევდეთ და არასდროს არ ვუფასებდეთ მის მიერ შესრულებულ სამუშაოს. ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი უკავშირის მიცემასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ცუდი უკავშირის მიცემასაც თავისი ცოდნა სჭირდება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დავაბრუნებთ ნებისმიერი ტიპის უკავშირს. ამას თავისი, რა თქმა უნდა, სპეციფიკები აქვს, თუმცა ეხლა აღარ ჩავუხმევდები და აღარ ჩავშლი ამ საკითხს. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და გთხოვთ, რომ ყველა ჩაერთოთ, რამდენად თვლით, რომ ეს რაც ჩამოვთვალე ახლა მე რეალურად ის ინსტრუმენტები არის თუ არა, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ და თუ გაქვთ რას დაამატებდით თქვენ თვითონ, რას ისურვებდით, რომ დაუშვათ თქვენს კომპანიებში იყოს, რაც გაგზნობინებდათ, რომ უფრო მეტად ზრუნავენ თქვენზე და რაც გაგიჩნდათ იმის შეგრძნებას, რომ გაჩერდეთ ამ კომპანიაში და თავი იგრძნოთ უსაფრთხოდ და კარგად. ძალიან მაინტერესებს თქვენ რომელ ინსტრუმენტებს გამოყოფდით.
ეხლა მე დავამატებდი აი team building-ზე თუ იტყვით რამეს. კი ბატონო. დაეთანხმებით დავით თქვენ აი ამ ჩამოთვლას. აი აქედან რომელიმე ხომ არ არის ისეთი, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანი გგონიათ, ან თუ თვლით, რომ თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად უფრო მეტად მაინც გამოვყოფდი ჯანმრთელობას. მაგრამ ყველა ასე თუ ისე საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. კი ბატონო. სხვასაც ხო არ აქვს რამე აზრი რომ გამიზიაროთ და შემდეგ უკვე გავცემ team building-ზე პასუხს. კი ბატონო, მაშინ მე team building-ზე გეტყვით რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა ახსენეთ. მოკლედ team building-ი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გუნდურობის შეგრძნებას შეუწყოთ ხელი კომპანიაში და დავეხმაროთ ადამიანებს იგრძნონ თავი როგორც ერთის ნაწილად, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც კონკრეტულ პროექტს თუ აკეთებს 10 ადამიანი ერთად, მათ ამის შეგრძნება უნდა ჰქონდეს და ხშირად ხდება ხოლმე, რომ პროექტი არ გამოდის მარტო იმიტომ, რომ ინდივიდუალისტი ადამიანები იყრიან თავს ერთად, არავინ არ ემუშაობათ მათ იმაზე, რომ გუნდურობის შეგრძნება გაუჩნდეთ და მოკლედ ხშირად ფეილდება ხოლმე ნებისმიერი პროექტი თუ კომპანია ამ კუთხით. team building-ის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ამაზე უნდა იზრუნოს თითოეულმა HR-მა და ზოგადად იმ ადამიანმა, მენეჯერმა, ვინც არის პასუხისმგებელი ამ თემაზე და შეიძლება team building-ი საერთოდ არ იყოს, როგორც თავშოთ ეხლა სიტყვით შეიძლება აღვიქვათ რაღაც ექსკურსია ან სადმე გასვლა ერთად, შეიძლება სხვადასხვა აქტივობებით გავამდიდროთ, მოკლედ team building აქტივობები, შეიძლება ეს იყოს პარასკევს რაღაც ბარბეკიუ პარტის მოწყობა თანამშრომლებისთვის, შეიძლება ეს იყოს რაღაც ძალიან საინტერესო ტრენინგის ორგანიზება მათთვის და ერთად თავმოყრა და იმის შესაძლებლობის მიცემა, რომ მათ არაფორმალურ გარემოში გაგვიზიარონ საკუთარი დაუშვათ ხასიათის შტრიხები, ჰობი, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ინტერესის სფერო და მათ უბრალოდ შევუქმნათ სივრცე იმისთვის, რომ არაფორმალურ გარემოში ერთმანეთს დაუახლოვდნენ და ერთმანეთი უკეთესად გაიცნონ. ნებისმიერი მსგავსი ტიპის აქტივობა არის team building-ი და ამ კუთხით მოკლედ ესეც საკმაოდ ისეთი დიდი გამოწვევა არის team building-ამდე ყველა ეს ჩამოთვლილი პრაქტიკული ინსტრუმენტი უნდა იყოს უკვე საკმაყოფილებული და გააზრებული. რატო? ეხლა გეტყვით. არის საკმაოდ ისეთი ცნობილი კომპანიები ვიცი, სადაც ძალიან დიდი გუნდი არის, ძალიან დიდი ფინანსური მოცემულობა არის იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის აქტივობა და დასპონსორდეს, team building-ები გაკეთდეს და ფინანსდეს, ამის ძალიან დიდი ისეთი შესაძლებლობა არსებობს. და აქვთ რეალურად პრობლემები იმ კუთხით, რომ აცხადებენ team building-ს, რაღაც აანონსებენ საოცარ აქტივობებს, ისეც არა უბრალოს და ხალხი არ რეგისტრირდება. უბრალოდ თანამშრომლებს არ აქვთ იმის სურვილი და მოთხოვნილება, რომ ერთმანეთთან გაატარონ დრო რაღაც თვის, რომელიღაც მონაკვეთში ან 24 საათი, ხო? ხშირად არის ხოლმე მსგავსი პრობლემებიც და აქ თავს იჩენს ზუსტად ის, რომ ესე იგი team building-ში კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის მანამდე. რომ არ არის ნაზრუნი თანამშრომელთა ჩართულობაზე, მათ ბედნიერებაზე, მათ კეთილდღეობაზე, იმაზე, რომ ისინი თავს აკუთვნებდნენ კომპანიას და უჩნდებოდნენ ბუნებრივად იმის სურვილი, რომ ერთმანეთთან, თანამშრომლებთან გაატარონ დრო, კომპანიის მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა და ამ დროს გვაქვს შეიძლება მეორე რეალობა, სადაც თანამშრომლებს აქვთ უდიდესი სურვილი ამის, უდიდეს მიკუთვნებულობას განიცდიან როგორც კომპანიის მიმართ, ისე ერთმანეთის მიმართ. უნდოდეთ მუდმივად სურვილი ჰქონდეთ და ინიციატივებს გამოთხოვდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ team building-ი დაორგანიზდეს, ერთად გაატარონ დრო არაფორმალურ გარემოში, მაგრამ დაუშვათ არ იყოს ამისი ფინანსური მოცემულობა. ვფიქრობ, რომ ამაზე ძალიან ბევრი არის სამუშაო, მოკლედ team building-ი ძალიან კარგი ინსტრუმენტი არის იმისთვის, რომ კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ, თუმცა მანამდე უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ ადამიანებს team building-ზე მონაწილეობა უნდოდეთ და ასეთ აქტივობებში ჩაერთონ. მინდა შევეხო ისეთ თემასაც, რაც არის გრძელვადიანი ინვესტირება თანამშრომელთა ბედნიერებაში და განახოთ, რომ რეალურად მათი ბედნიერებაზე ზრუნვა მართლა არ არის რაღაც მოკლევადიანი მიზანი ან გეგმა, რაც კომპანიას უნდა ჰქონდეს და რეალურად ეს არის გრძელვადიანი ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი თემა, რაზეც ვისაუბრე. გრძელვადიანი იმ კუთხით, რომ კომპანიის წარმატებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, თუ რამდენად ბედნიერი გყავს ორგანიზაციაში თანამშრომელი. თუ თანამშრომელი გრძნობს თავს ბედნიერად, ის არის უფრო მეტად კრეატიული, უფრო მეტად ცდილობს, რომ
საუკეთესოდ გააკეთოს თავისი გასაკეთებელი საქმე, მეტად გამოიჩინოს თავი, უფრო მეტად ენერგიული იყოს, მეტად დაიხარჯოს და შესაბამისად ამ ყველაფრით ხელი შეუწყოს კომპანიის წარმატებას და კომპანიის ზრდას. მაკენზის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ კეთილდღეობაზე ფოკუსირებული კომპანიები 25%-ით ზრდიან გრძელვადიან მომგებიანობას. ანუ უკვე პირდაპირ აჩვენებს კვლევები, რომ კომპანიაში თუ თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნავენ და თუ ბედნიერებაზე ზრუნავენ, ეს კომპანიები ფინანსურ წარმატებასაც აღწევენ, ანუ უფრო მომგებიანები ხდებიან და მეტ მოგებას აგენერირებენ. და როცა რეალურად კომპანიები ხედავენ, რომ მათი წარმატება, მათი ფინანსური წარმატება და ზრდა უშუალოდ ამ ყველაფერზე არის, ასე ვთქვათ, დაფუძნებული და დამოკიდებული, შემდეგ უკვე ამაზე იწყებენ, ასე ვთქვათ, მუშაობას და რეაგირებას. სწორედ მე მაგიტომ ვთვლი და მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს კვლევები და ამ კვლევების ჩატარება, რადგან აქამდე თუ აი როგორც დასაწყისში აღვნიშნე, რაღაც თითქოს უფრო მარტო სასაუბრო თემა და აღიქმებოდა თანამშრომელთა კეთილდღეობა, თითქოს თან მნიშვნელოვანი იყო, თან არ იყო მნიშვნელოვანი, ბუნდოვანი იყო ეს საკითხი, რამდენად რეალურად მართლა საჭირო იყო ამ ყველაფერში რესურსის ჩადება და დახარჯვა, ხო? რეალურად ამ კვლევებმა გვიჩვენა, რეალური შედეგები დაგვიდო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კომპანიამ და ნებისმიერმა ბიზნესმა, რომლის ალბათ ნებისმიერი ბიზნესის მიზანი არის ის, რომ ფინანსური მოგება დააგენერიროს და რეალურად ბიზნესები აგენერირებენ ფინანსურ მოგებას იმ კუთხით, რომ მათ ყავთ შეკრული, ბედნიერი, კეთილდღეობაზე ნაზრული თანამშრომლები, რომლებიც გრძნობენ თავს ძალიან დაცულად კომპანიაში, აკუთვნებენ თავის თავს ამ კომპანიას, თვლიან, რომ ამ კომპანიაში შეუძლიათ განვითარება, წარმატების მიღწევა, თვლიან იმას, რომ მათზე ზრუნავენ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალური ჯანმრთელობის კუთხით, მათი ბედნიერების ხარისხი და ინდექსი არის მაღალი და შესაბამისად ისინი არიან მოტივირებულები, რომ მაქსიმალური შედეგები დადონ და მაქსიმალურად მათი პერფორმანსი იყოს მაღალი. და დალაი ლამა გვეუბნება, რომ ბედნიერება არ არის მზა მოცემულობა, ის თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებულიო. მგონია, რომ ეს ფრაზა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება სწორედ იმ ლიდერებისთვის, თუნდაც ჩვენთვის HR-ებისთვის და ნებისმიერი მენეჯერისთვის, ვისაც გუნდის მართვა უწევს, რომ თქვენზე არის მენეჯერებზე, ლიდერებზე დამოკიდებული, როგორ შექმნით ბედნიერებას გუნდში და როგორ შექმნით ბედნიერ თანამშრომელს. როცა უკვე კვლევები გიდასტურებენ რეალური მონაცემებით, რომ ბედნიერი თანამშრომელი უფრო დიდ მაღალ პერფორმანსს გამოავლენს და უფრო მეტად ხელშეუწყობს შენს წარმატებას, აქ უკვე ლიდერი, რომელიც არის ემპათიური თვისებებით დაჯილდოვებული და აქვს პრეტენზია, რომ საკმაოდ კარგი მენეჯერია, უნდა ადგეს, დაიწყოს დღესვე ქმედება და დაიწყოს იმაზე ზრუნვა, რომ თითოეული მის ქვემოთ დაქვემდებარებული თანამშრომელი იყოს ბედნიერი. ამისთვის შეუძლია გამოიყენოს ის ინსტრუმენტები, რაც მე ზემოთ ჩამოვთვალე, ან ნებისმიერი სხვა, მოკლედ, რაც შეიძლება, რომ ამ კუთხით წაადგეს ნებისმიერ ორგანიზაციას ან გუნდს. რა თქმა უნდა, რომ ეს არ არის რაღაცა ისეთი მოცემულობა, რაც პირდაპირ შეგვიძლია ნებისმიერ კომპანიაში, ნებისმიერ გუნდთან გადავიტანოთ, თუმცა აქვე თუ ისევ მასლოუს პირამიდას მოვიშველიებთ, გამოვიკვლევთ რა სურთ ჩვენს თანამშრომლებს, რა საჭიროებები აქვს ზოგადად ადამიანს იმისთვის, რაც მინიმუმ უნდა ქონდეს დაკმაყოფილებული, რომ მან თავი იგრძნოს შემდგარად და ბედნიერად, აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია რომ შევთავაზოთ მათ კეთილდღეობაზე და ზრუნვაზე მორგებული პროგრამები და აქტივობები. იმისთვის თუ მაგალითად ვერ ვერკვევით ამ ყველაფერში და არ ვიცით საიდან დავიწყოთ, ალბათ ერთ-ერთი კარგი გამოსავალი იქნებოდა, როცა გუნდი გყავთ და არ იცით რა შესთავაზოთ, ჩაატარეთ კვლევა თქვენ თვითონ გუნდში, გამოკითხეთ და შეგიძლიათ რომ კვლევა იყოს სულად ანონიმური და მათ ამით ხელი შეუწყოთ, რომ მათ უფრო მაღალი ხარისხით გამოავლინონ გულწრფელობა კვლევაში და გამოკითხეთ, მოიკვლიეთ მათი საჭიროებები, გკითხეთ რას ისურვებდნენ, რა გაუხარდებოდათ, რა აგრძნობინებდათ თავს ბედნიერად კომპანიაში და შემდეგ შესაბამისად დაუგეგმეთ და შესთავაზეთ მათ კეთილდღეობაზე მორგებული პროგრამები და აქტივობები. რომ დავასრულო და შევაჯამო მოკლედ ეს თემები, გითხარით და გესაუბრეთ მოკლედ განსხვავებაზე, თუ რა განსხვავება ადამიანურ კაპიტალსა და ადამიანურ რესურსს შორის, როგორც თავიდან აღვნიშნე, ინდუსტრიული რევოლუციის დროს თუ იყვნენ ადამიანები, რესურსები, სამუშაო ძალა, რომელსაც უბრალოდ კომპანიები იყენებდნენ საკუთარი ინტერესებისთვის და არახუმანურ პირობებში ამუშავებდნენ, ნელ-ნელა მე-20 საუკუნის ბოლოსკენ ფეხი მოიკიდა უკვე ტერმინმა კაპიტალმა, სადაც ადამიანი იქცა კრეატიულობის, ინოვაციურობის, ცოდნის გამოსახვალ კაპიტალად, ასე ვთქვათ, ადამიანად, რომელზეც დგას რეალურად კომპანია და რომელიც ხელს უწყობს კომპანიის წარმატებას,
და მოკლედ შევეხეთ ამ თემას, როგორ იქცა ადამიანი რესურსიდან კაპიტალამდე და როგორ შეცვალა ამან რეალურად ნებისმიერი ბიზნესის წარმატების ფორმულა. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უწყობს ხელს კეთილდღეობაზე ზრუნა, თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნა რეალურად ორგანიზაციის წარმატებას, როგორ შეიძლება რომ ლიდერი იყოს ემპათიური და რაში ეხმარება სწორედ ეს ემპათიურობა გუნდის მართვის მომენტში, განვიხილეთ რეალურად პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორ შეიძლება რომ ჩვენ ვიზრუნოთ თანამშრომელთა well-being-ზე, კეთილდღეობაზე და რა შეიძლება რომ მათ შევთავაზოთ და საბოლოო ჯამში მოკლედ განვიხილეთ ის თუ რატომ უნდა გავაკეთოთ ინვესტირება თანამშრომელთა ბედნიერებაში, რატომ არის ეს ინვესტიცია გრძელვადიანი და არა მოკლევადიანი და შემოგთავაზეთ რამდენიმე კვლევა, რაზე დაყრდნობითაც რეალურად ეს შედეგები დადგა მსოფლიოში, ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორიც არის Google, Apple, Tesla, ისევ და მოკლედ იმედი მაქვს, რომ რაღაც პატარა ცვლილება მაინც შეიძლება რომ შეიტანოთ თქვენს კომპანიებში ამ კუთხით. გახსოვდეთ, რომ კეთილდღეობის რევოლუცია იწყება სწორედ თქვენით. შეგიძლიათ დღესვე, ხვალვე მიხვიდეთ თქვენს ხელმძღვანელთან, არ ვიცი, თუ HR-ი ხართ, დირექტორთან, თუ მენეჯერი ხართ, თქვენს მენეჯერთან, ტოპ მენეჯმენტთან მიხვიდეთ და პირდაპირ მაგიდაზე დაუდოთ ის, არ ვიცი, ინიციატივები, ის მოსაზრებები, როგორ შეიძლება რომ გაუმჯობესოთ თქვენი თანამშრომლების კეთილდღეობის მდგომარეობა კომპანიაში, რა შეიძლება რომ რაღაც ინოვაციური შესთავაზოთ, რა პროექტი დაიწყოთ, რა პროგრამაში ჩართოთ თქვენი თანამშრომლები, რომ იყვნენ ისინი უფრო ბედნიერები, უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ კომპანიაში თავს და სწორედ ის თემები, რაზეც ახლა გესაუბრეთ, მოუყოვნოთ მაგალითებად და არგუმენტირებულად გაუმყაროთ თუ რატომ ღირს თანამშრომლების კეთილდღეობაში დახარჯული თითოეული თეთრი და ადამიანური თუ ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიამ თვითონ მიაღწიოს წარმატებას და თვითონ მიიღოს სარგებელი. რაც შეეხება დაპირებულ საჩუქარს, არ ვიცი, რამდენად საინტერესო იქნება თქვენთვის, თუმცა ვფიქრობ, რომ შეიძლება ის ადამიანები, ვინც ახლა ამ თემებზე მუშაობთ, დაინტერესდეთ. მე ვთავაზობთ უფასო კონსულტაციას ბედნიერების კომიტეტის პროექტის ფარგლებში. ბედნიერების კომიტეტი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. ეს პროექტი ემსახურება სწორედ თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვას და ამ პროექტით გავიმარჯვეთ არაერთ ბიზნეს დაჯილდოებაზე ზუსტად შარშან. ბედნიერების კომიტეტი გახდა ინოვაციური პროექტი, რომელსაც შეუძლია რომ შეცვალოს აბსოლუტურად არსებული რეალობა ორგანიზაციის შიგნით თანამშრომლებში და სიამოვნებით ნებისმიერ მსურველს, ვინც დაინტერესდებით, შემიძლია რომ უფასო კონსულტაცია გაგიკეთოთ ამ თემაზე, აგიხსნათ, გასწავლოთ, დაგეხმაროთ თუნდაც თქვენს კომპანიებში ამ კონკრეტული პროექტის დანერგვაში და მოკლედ სრულად ამ კუთხით თქვენ გემუშაოთ. ასევე მეორე საჩუქარიც გვაქვს თქვენთან, ნებისმიერ თქვენგანს, ვისაც აქვს ნებისმიერი ინიციატივა, არ ვიცი, შეიძლება დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა იმის მოსაზრებები, რა შეიძლება გააკეთოს კომპანიაში, რა შეიძლება რომ ინიციატივა შეიტანოს ან ინოვაციური პროგრამა დანერგოს, მაგრამ ჯერ კიდევ ეჭვება და არ არის დარწმუნებული ეს თავისი ინიციატივა CEO-სთან გააჟღეროს თუ არ გააჟღეროს, არის ის რამდენად იმუშაობს მის კომპანიაში თუ არ იმუშაობს. ან ნებისმიერ საკითხზე, რაზეც თქვით, რომ ჩემთან შეხვედრა თქვენთვის იქნება ინფორმატიული და ღირებული, one-on-one ფორმატის შეხვედრას გთავაზობთ, რა თქმა უნდა, სრულიად უფასოდ. ბოლო სლაიდზე იქნება ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია, აქაც ხედავთ ჩემს ნომერს და მოკლედ ეს ვაუჩერი გადმოგეგზავნებათ ყველა დარეგისტრირებულს, ვინც ესწრებით დღევანდელ შეხვედრას მეილზეც, ცალკე ინდივიდუალურად გექნებათ საჩუქრე ვაუჩერი და შეგიძლიათ რომ დამეკონტაქტოთ, ჩავნიშნოთ შეხვედრა, რა თქმა უნდა, one-on-one ფორმატში ან ბედნიერების კომიტეტის კონსულტაციის ფორმატში და ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ თქვენს კომპანიებშიც, თქვენს გუნდებშიც კეთილდღეობის ხარისხმა თანამშრომლებში საგრძნობლად აიწიოს. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც შემომიერთდით დღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ იყო რაიმე ღირებულის მომცემი და საინტერესო თქვენთვის. ჩვენ უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ ის თემები, რაც ჩვენთან კარგად მუშაობს, რეალურად დაგვარწმუნა აღებულმა პრიზებმა, კოლეგების შეფასებებმა, ჩვენს გვერდით წარმატებულმა კომპანიებმა, ვინც ჩვენ გაგვიკეთა ძალიან დადებითი შეფასება ამ ყველაფერს და რეალურად ჩვენ ამ ყველაფრის შემდეგ, ნებისმიერი აქტივობის შემდეგ ვატარებთ ხოლმე შიგნით თვითონ ორგანიზაციაში კვლევას და ვიკვლევთ თანამშრომელთა კმაყოფილებას,
20-24 წლის ბოლოს თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევაში ჰქონდა საოცარი შედეგები წინა წელთან შედარებით და რეალურად ზუსტად ამან გვაჩვენა ის, რომ უმნიშვნელოვანესად გაუმჯობესდა სიტუაცია რიგი პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებით გუნდში. შესაბამისად, თუ დაინტერესდებით ნებისმიერი ინსტრუმენტის, ნებისმიერი პროექტის, რითაც ჩვენ მივახციეთ ამ წარმატებას გუნდში, შემიძლია რომ ზუსტად საჩუქრის ფარგლებში თქვენს გაგიზიაროთ და თქვენს შემოგთავაზოთ რაიმე საინტერესო თქვენი კონკრეტული კომპანიისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დასწრებისთვის. ბოლო წუთები მოვიტოვეთ იმისთვის, რომ ნებისმიერ თქვენ შეკითხვას უპასუხო და მზად ვარ მოკლედ თქვენი ინტერესი დავაკმაყოფილო მაქსიმალურად თუ გაქვთ რაიმე ტიპის შეკითხვა. შეგიძლიათ ჩატშიც მოიწეროთ. მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. მადლობა. კონკრეტულად მაინტერესებს უფრო მეტად რომელმა ნაწილმა გამოიწვია მეგობრებო თქვენი ინტერესი. აი რას თვლით, რომელი კუთხით არის მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდში. უფრო მეტად მენტალურ ჯანმრთელობას მიაქცევდით თქვენ ყურადღებას, უფრო მეტად დაუშვათ ფიზიკურ ჯანმრთელობას თუ მათ სწავლა-განვითარებაზე დახარჯავდით თქვენს რესურსს. აი რომელი კუთხით თვლით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია და მასთი არის, ასე ვთქვათ, ანუ იმის გარეშე არ შეიძლება რომ გუნდი გავდეს გუნდს. მე მგონი რომ ფიზიკურს მივაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ გარანტია არის პრაქტიკულად ფიზიკური ჯანმრთელობა მენტალურიც და მგონია რომ ასე უფრო პროფესიულად მოვგვარებთ მას. ჩატშიც დასვა შეკითხვა როგორც ხედავ. კი, ჩატსაც უპასუხებ, ჯერ მოვიკითხე ისე თუ გაქვთ ვინმეს ჩატის შეკითხვასაც აუცილებლად წავიკითხავ ხმამაღლა და ვუპასუხებ. მანამდე ხომ არ გაქვთ სხვას რაიმე ტიპის კითხვა, ან თქვენს დანარჩენებმაც რო გამიზიაროთ, რას ფიქრობთ, რომელი არის ყველაზე მნიშვნელოვანი? არ ვიცი, ლიდერშიპშია ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჩასადები, რომ მენეჯერები გადავამზადოთ და ემპათიური ლიდერები მივიღოთ, იქნებ ბედნიერებაზე ვიზრუნოთ და რაღაც პროგრამები შევთავაზოთ ამისთვის, რას ფიქრობთ, რა არის მნიშვნელოვანი? გამარჯობა. კი, ეგ აუცილებელია. ლიდერშიპი გაიღოს. პირადი მაგალითიდანაც რა მეც ესეთი მომიწია და ჩემი წამინახე რომ ბევრს ცვლის კაი ლიდერში. გიორგი, თქვენ თავად ხართ ლიდერი ამ შემთხვევაში თუ თქვენ ყავდეთ მენეჯერი, ვისთანაც რაღაცა მენეჯერის შემსრულებელი გამოვედი. ხოდა ხუჯერადი განსხვავება იყო პროდუქციულობაში, რა. როცა მენეჯერით, მანუ მე მაგ შემთხვევაში მოვინდომე რომ პროდუქტი დადებულიყო. ანუ შედეგი დადებულიყო, რა. ხოდა ეს საინტერესოა, მაგრამ შეგიძლიათ აი მეტი მაგალითები მოიყვანოთ. მეორე ნაწილში რაც საუბრობდით რა იმაზე. სამუშაო ადგილზე თვითონ ეს საკეთებ. ანუ ეს მაინტერესებს სამუშაო ადგილზე რა შეიძლება გააკეთოთ ისეთი. კი ბატონო. ბენგისთვის რა მოკლედ. სანამ გაგიწერეთ, მე მინდოდა თქვენთვის მეკითხა გიორგი, აი ახსენეთ, რომ თქვენ თვითონ მიხვდით, რომ რაღაც მინდა შეგეცვალათ, რომ რეალური შედეგები დაგინახათ და ძალიან საინტერესო რომ გაგვიზიაროთ, აი როგორ შეცვალეთ თქვენი სვლა, ანუ რა გააკეთეთ განსხვავებულად, რამაც რეალურად შედეგები დაგანახათ, ანუ რა გამოიწვია ყველაზე ისეთი ხელშესახები ცვლილებები. მიდგომები შეცვალეთ თქვენს თანამშრომელთან, რამე დანერგეთ კონკრეტული ფორმატის შეხვედრა თუ აი როგორ მოიქეცით? ისიც რა იყო, ესეთი ის იყო, რომ ცოტა ეგ ცოტა ძველი ამბავია. ხოდა ძალიან მონდომებული თანამშრომელი ვიყავი რა და დამაწინაურეს, ასე ვთქვათ. ხოდა კარგად რომ წასულიყო საქმე, ჯერ ურთიერთობა ცუდი იყო მენეჯმენტთან. არ აქცევდნენ მაინც ყურადღებასაც რა. ეხლა ჩვეულებრივი ადამიანური რამე არა ეხლა. ისე ტერმინებს ვიძახით, რომ თითქოს ძალიან უცხოარი, მაგრამ უბრალოდ წესიერად რომ მოექცევით, წესიერი შედეგი წიდება და ერთი პრობლემა ის იყო, რომ პრობლემა არა, ერთი მიდგომა ისეთი მინდოდა მე თვითონ, რომ მაღალი ინტენსიურობის სამუშაო ყოფილიყო, რომ მალე ყოფილიყო შედეგიც რა, რაღაც პროდუქტზე მუშაობდით. ხოდა მალე რო ყოფილიყო შედეგი, ამიტომ იყო საჭირო მაღალი ინტენსიურობა. და ხა ეგეთ დროს განსაკუთრებით ეგეთ დროს, როცა ძალიან იხარჯები, თანამშრომელს უნდა მიაქცო ადამიანურად. მოექცე. ჩვეულებრივი რამეა რა, უბრალოდ. კი ბატონო. და მოწყვეტილია ხოლმე HR თანამშრომელი იმისგან რა. უბრალოდ თანამშრომელისგან. კი ბატონო, მადლობა გიორგი.
ძალიან მნიშვნელოვანია დაგეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენთანაც ძალიან ბევრს ვემუშაობთ მენეჯერებს, რომ კარგი მენეჯერობა ვასწავლოთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგი მენეჯერი იყოს ამ ეტაპზე ადამიანი, მუდმივად იცვლება მიდგომები, მუდმივად ახალი რაღაცეები სჭირდებათ თანამშრომლებს, სხვა განსხვავებული მუშაობის სტილით სჭირდებათ მიდგომა და HR-ი უნდა ცდილობდეს, რომ თვითონ ემუშაოს მენეჯერებს, რომ შემდეგ მან დადოს შედეგები გუნდთან. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რაც თავიდან ვახსენე, მოსმენა, თითოეული გუნდის წევრს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ნებისმიერ დროს, როცა რაღაცის გაზიარება უნდა, მენეჯერთან მიესწრება და ის მენეჯერი გულისწყურით მოусმენს და არ განსჭის. ანუ განსჭის შიში არ უნდა ჰქონდეს თანამშრომლებს. პირველი და უპირველესი არის ეს. შემდეგ აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნდობა, რომ გაუზიაროს ნებისმიერი საკითხი თავის მენეჯერს, იქნება ეს პროფესიული თუ არაპროფესიული და პირადი პრობლემა დაუშვათ. და აუცილებლად მენეჯერს უნდა შეეძლოს სწორი უკავშირის დაბრუნება. სწორი აღნიშნეთ, ანუ მენეჯერს თუ არ აინტერესებს თანამშრომელი, არ უსმენს, არასდროს არ კითხულობს მის მიერ მიწერილ მეილს, არასდროს რეაგირებას არ ავლენს, არ ამჟღავნებს, რა თქმა უნდა, თანამშრომლებს აღარც მიკუთვნებულობის შეგრძნება აქვს, აღარც არაფრის კეთების мотиваცია და შესაბამისი შედეგებიც თავს იჩენს ხოლმე, რა თქმა უნდა, ნებისმიერ კომპანიაში. სწორედ ეს მიდგომები არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო გარემოში, რა შეიძლება რომ თანამშრომლებს შევთავაზოთ, რომ თავი კარგად იქცნოს, პირველი აუცილებლად, რა თქმა უნდა, რომ არ ვიცი, უპირველესად მაქსიმალურად ვეცადოთ იმაზე ვიმუშაოთ, რომ შევძლოთ მათთვის ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის შეთავაზება. იშვიათად შეიძლება წარმოვიდგინო, ანუ ყველა ისეთი საქმე თუ არ არის, რაც უშუალოდ ხელით მუშაობა სჭირდება და კონკრეტულ ლოკაციაზე ყოფნა და დანადგარებთან მუშაობა, ხა ასეთ სამსახურს არ გულისხმობ. გულისხმობ საოფისე ტიპის სამსახურს, რაც შეიძლება რომ კომპიუტერიდან, ლეპტოპიდან შესრულდეს, აუცილებლად უნდა მივიცეთ ის ხელშეწყობა თანამშრომლებს, რომ მათ შეძლონ სახლიდან მუშაობა ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან და არ მოვთხოვოთ მართლა კვირაში 5 დღე დილიდან საღამომდე ოფისში ჯდომა. სამწუხაროდ ქართული მენეჯმენტი დღემდე ბოლომდე ვერ შეიცვალა ამ კუთხით. ბევრ ქართულ ბიზნესმენს, მენეჯერს გონია, რომ თუ თანამშრომელი სახლში რჩება და სახელიდან მუშაობს, ის აუცილებლად ახალტურებს საქმეს, ნაკლებად ჩართულია, ნაკლებად გრძნობს პასუხისმგებლობას, რაც მართლა არ არის ეს ესე. სამწუხაროდ გონიათ ხოლმე, რომ დაღიქმება, რომ ეს ესე ხდება, თუმცა არა. კვლევებმა ისეც ცხადყო, რომ რეალურად სახლიდან მუშაობა ვისაც უფრო ეკომფორტულება, ვისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ოფისის გარეთ იმუშაოს, ხშირად უფრო პროდუქტიულები არიან ხოლმე და რეალურად უფრო მაგარ შედეგებს დებენ, ვიდრე ოფისში ჯდომით და ჩვენს გვყავს ესეთი თანამშრომლები, ვინც პირდაპირ ამბობენ, რომ მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, რომ დაუშვათ საერთო სამუშაო სივრცეში, coworking ადგილას, როცა სხედან, ფიზიკურად ვერ ახერხებენ ისეთი საქმის კეთებას, რაც მოითხოვს ძალიან დიდ კონცენტრაციას, მუდმივ სიწყნარეს, სიმშვიდეს, ბიბლიოთეკას ბიბლიოთეკის წესებს ნამდვილად ვერ შემოვიტანთ ოფისში, ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია, რომ გადალაპარაკება, გადმოლაპარაკება მიდის ადამიანების შესვენების მიზნით რაღაცეებს თქვა და აკეთებენ საქმის იქით და როცა ადამიანს ეს ყველაფერი ხალხს უშლის, მისთვის თავისუფლად უნდა შეგვეძლოს იმის შეთავაზება, რომ რა ვიცი, იმუშავეს სახლიდან, კვირაში 3 დღე თუ ვინდა დარჩის სახლში, როცა მნიშვნელოვანი საქმე გაქვს, ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ყოველი თვის 15 რიცხვი არის ხოლმე ძალიან კრიტიკული, როცა დეკლარაციების პერიოდი აქვს ჩვენს ბუღალტრებს და ის კვირა სრულად შეუძლიათ, რომ მოკლედ აბსოლუტურად მოქნილად იყვნენ სახლიდან იმუშაონ, ამაზე ჩვენ ხელშეწყობა გვაქვს ძალიან დიდი. სამუშაო გარემოსაც შეეხება უშუალოდ ოფისში ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, მუდმივად შეგვიძლია რომ სულ მოვიკვლიოთ, კვლევები ყოველთვის არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი, მოკლედ და როცა თანამშრომლებს უგზავნი კითხვას, თან თუ ეუბნები რომ ანონიმურია და იმის პრობლემა არ აქვს, რომ საკუთარი სახელი და გვარი დაფიქსირდეს ნებისმიერი აზრი და ინიციატივა. ეს პირველ რიგში ხო უჩენს იმის განცდას, რომ ჩვენ მისი აზრი გვაინტერესებს, ის ჩვენთვის ღირებულია, ფასეულია და ვიკითხებით თავს როგორ გრძნობს, რა სჭირდება იმისთვის, რომ უკეთესად იგრძნობს. ეს უკვე მნიშვნელოვან წილად ზრდის მის ჩართულობას კომპანიაში და თუ შემდეგ ის კითხვას გვივსებს და კონკრეტულ ინიციატივას გამოხატავს და ჩვენ ამაზე რეაგირებას ვახდენთ და ვთავაზობთ და რეალურად ვაჩვენებთ, რომ რაც მან დაგვიწერა დაუშვათ ჩვენ ის გავითვალისწინებთ, აქ ხდება საოცრება. ეს ადამიანი გრძნობს, რომ მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ყოველთვის ხდება მისი გათვალისწინება, თუ ვერ ვითვალისწინებთ, აუცილებლად ესეც არ უნდა დავტოვოთ ისე უყურადღებოთ და აუცილებლად უკავშირი უნდა მივიცეთ ამაზე, რომ
დიდი მადლობა შენი ინიციატივისთვის, საოცარი მოსაზრება, თუმცა ამ ეტაპზე ამ და ამ მიზეზის გამო ვერ ვახერხებთ თქვათ სრულყოფილად ამ რაღაცის შესრულებასთან გაკეთებას და როგორც კი შესაძლებლობა იქნება, აუცილებლად აგიკმაყოფილებთ. აი, უარყოფითი უკავშირიც აუცილებლად უნდა დაუბრუნოთ თანამშრომელს. ჩვენ შემთხვევაში იყო ხოლმე ხშირად, რომ თუნდაც ყავის, ჩაის არჩევანი სამზარეულოში შეიძლებოდა რომ შეცვლილი იყო, იგივე პუფების მოთხოვნა იყო სამუშაო სივრცეში, სადაც შეძლებდნენ რომ გადაღლის მომენტში ჩამსხდარიყვნენ, განტვირთულიყვნენ, ესეც რა თქმა უნდა მაშინვე დავაკმაყოფილეთ და პატარ-პატარა წვრილმანი რაღაცეებითაც კი შეიძლება რომ ადამიანებს შეუქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო. ჩათის კითხვებსაც წავიკითხავ ამასობაში. მარიკ წერს მიკროფონის პრობლემა მაქვს და დავსვავ კითხვასო, თქვენ ხომ ვერ გაიხსენებთ პირადი გამოცდილებიდან შემთხვევას, მსგავსი პრობლემა თუ გქონიათ და როგორ გადაჭერითო. მარი, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელზეც დღეს ვისაუბრე ვებინარის ფარგლებში, პირადი გამოცდილებიდან მოგიტანეთ, არ ყოფილა არც ერთი ისეთი თეორიაზე დაყრდნობით და ამ ჩვენ კომპანიაში სადაც დღეს ვარ თუ სხვა კომპანიებში რა პრობლემებსაც გადავაწყდი და ასე ვთქვათ, რაზე მუშაობაც და რისი აღმოფხვრაც მომიწია, ზუსტად იმაზე დაყრდნობით ვისაუბრე აბსოლუტურად ყველაფერი. კონკრეტული პრობლემა რა შემიძლია განსხვავებული გავიხსენო, არ ვიცი, მქონია პრობლემა, როგორც ზუსტად წეღან რაც ვახსენე, სამუშაო გარემოში, როცა თანამშრომელი ვერ მუშაობს, როცა არ არის სრული სიჩუმე და ეს შეგვიძლია გადაუჭრათ ისე, რომ შევთავაზოთ ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი, იგივე თანამშრომელთან მქონია შეხება, რომელიც ოფისიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდა და ძალიან დიდი დრო ეხარჯებოდა ოფისში სასიარულოდ და ფიზიკურად მისთვის იყო ძალიან დიდი დროითი დანაკარგი და ამ შემთხვევაში მას შევთავაზეთ, რომ სახლიდან ემუშავა. მქონია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა, საკმაოდ მწვავედ გამოხატული და ამ კუთხითაც ვიმუშავეთ თანამშრომელთან და ძალიან კარგად აღმოიფხვრა ეს პრობლემა ჩვენ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, რაც ვახსენე, მუდმივი მუშაობა მენეჯერებთან, მუდმივი გადამზადება, დატრენინგება, თანამშრომლების კომპეტენციაზე ზრუნვა იმ კუთხით, რომ შესთავაზო სასწავლო ტრენინგ კურსები და ასე შემდეგ. მარიამ იგვისვავს კითხვას, სად გადის ზღვარი მენეჯერისა და HR-ის პასუხისმგებლობას შორის, როდესაც თანამშრომელს აქვს აშკარად გამოხატული პრობლემა, ვინ უნდა ემუშაოსო. მარიამ, ძალიან საინტერესო შეკითხვაა, დიდი მადლობა პირველ რიგში. მოკლედ, რთული საკითხი არის ეს. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ტიპის კომპანია არის და მცირე მასშტაბებზე გვაქვს საუბარი თუ დიდ მასშტაბებზე. როცა კომპანია არის ძალიან დიდი, როცა 500 ადამიანი მუშაობს და უშუალოდ 200 კომპანიაში არის დასაქმებული, ამ შემთხვევაში ხშირად რაც არ უნდა HR გუნდი იყოს დიდი და უშუალოდ 10-15 HR-ი იყოს დასაქმებული ამ კომპანიაში, ფიზიკურად ვერ ხდება სრულად მოცვა თანამშრომლების და ფიზიკურად თითოეულ მათგანთან შეხვედრის ჩანიშვნა, მათი მოკვლევა, არ ვიცი, ნებისმიერის პრობლემის გააზრება და ამ შემთხვევაში HR-ს ერთადერთი ყველაზე ისეთი ხელშესახებრი ინსტრუმენტი რაც აქვს სწორედ ეს კვლევა, რომ ჩაატაროს და თითოეული მათგანისგან მიიღოს პასუხი. ამ შემთხვევაში მენეჯერს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მენეჯერმა უნდა დააორგანიზოს უკვე თავის გუნდში თითოეულთან one-on-one ტიპის შეხვედრა, მენეჯერი ემუშაოს თითოეულს და თუ რამე ისეთი პრობლემა არის გადასაჭრელი თანამშრომელთან, შემდეგ მენეჯერმა აიტანოს HR-თან ეს საკითხი განსახილველად და გადასაჭრელად. მაგრამ ისეთი ტიპის კომპანიებში დაუშვათ როგორც არის ფინო არ არის ძალიან დიდი ორგანიზაცია და აბსოლუტურად არ არის პრობლემური ის, რომ თანამშრომელი ვერ მიწვდეს HR-ს პირიქით, ანუ ძალიან გახსნილები ვართ ამ კუთხით და ჩვენთან არის HR-ი ვარმე ადამიანი, რომელიც შეიძლება თანამშრომელს გაახსენდეს პირველივე ეტაპზე და წერით ესეც უნდა იყოს ნებისმიერ კომპანიაში. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ხშირად HR-ი არის ადამიანი და აღიქვება ადამიანი HR-ად, როცა არის პირველ კომპანიაში პირველ დღეს ხელს გაწერინებს ხელშეკრულებაზე და ბოლო დღეს როცა თქვა 2 წლის მერე თუ ტოვებ კომპანიას გაწერინებს წასვლის განცხადებაზე ხელს და სამწუხარო რეალობა დღეს არის ხშირად რომ ადამიანები ასე ფიქრობენ HR-ზე, თუმცა რაც დღეს ვისაუბრე ვებინარის ფარგლებში აბსოლუტურად ამ ყველაფერზე HR-ს აქვს სამუშაო და დღეს HR-ი არის ადამიანი, ვინც ქმნის კლიმატს ორგანიზაციის შიგნით და ვინც ზრუნავს იმაზე, რომ თანამშრომლები იყვნენ ბედნიერები. როცა პრობლემა აქვს თანამშრომელს, ამ შემთხვევაში მას შეუძლია დააფიქსიროს მენეჯერთანაც და HR-თანაც, თუმცა HR-ი არის ყოველთვის ის ადამიანი, ვინც უნდა იყოს მედიატორი მენეჯერსა და თანამშრომელს შორის, ან თანამშრომელსა და ტოპ მენეჯმენტს შორის და აუცილებლად უნდა მიყვეს საკითხს ბოლომდე HR-ი. თუ თანამშრომელს აქვს რაიმე კონკრეტული პრობლემა,
აუცილებლად ეს პრობლემა უნდა მოვიდეს HR-თან, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი საფეხური იქნება, ის პირველი თუ საბოლოო საფეხური, აუცილებლად უნდა მივიდეს საკითხი HR-თან და HR-ი ბოლომდე უნდა მიყვეს ამ საკითხს. დააკვირდეს, როგორ მოგვარდება, თუ არ მოგვარდება, მოიკითხოს, რატომ ვერ მოგვარდა და საბოლოო, ასე ვთქვათ, საკითხის ჩახურვა უნდა გააკეთოს HR-მა. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში მენეჯერი მოაგვარებს თუ ვერ მოაგვარებს ამ საკითხს, HR-ი საქმის კურსში უნდა იყოს და აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოს ამ თემას. მე მგონი შეკითხვები მეტი აღარ გვაქვს. თუ გვაქვს, ერთი წუთით, მაინტერესებს თქვენ თუ შეგიძლიათ მენეჯერს გაუწიოთ კონსულტაცია ან მენტორობა იმისთვის, რომ დააკვალინონ თავის კომპანიაში პრობლემის მოსაგვარებლად, ან თქვენ კომპანიას თუ შეუძლია ეს. მარიამ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად კომპანიაში ამ ეტაპზე რო გითხრათ, რომ ამ კუთხით მუშაობ და მენეჯმენტს ვეხმარებით კონსულტირებაში არა, თუმცა გვაქვს გეგმაში, რომ ამ კუთხითაც რაღაც საინტერესო სერვისი შევთავაზოთ კომპანიებს, თუმცა მე პირადად დღეს აი საჩუქრის ფარგლებში რაც იყო, მაგ კუთხითაც და სხვა ნებისმიერი, ასე ვთქვათ, აქტივობის თვალსაზრისით მუშაობ, რა თქმა უნდა, ამ თემებზე. თვითონ ფინოში შიგნით მუდმივად ვემუშავები მენეჯერებს და მუდმივად გავდივართ ერთად, როგორ გავაუმჯობესოთ პროცესები, როგორ ვაკვალიანებ მენეჯერებს იმ კუთხით, როგორ ემუშავონ თანამშრომლებს, განსაკუთრებით გამოწვევა არის ხოლმე ისეთ მენეჯერებთან, რომლებიც ეხლახანს იწყებენ მენეჯერობას და უშუალოდ არ აქვს დიდი გამოცდილება ამ კუთხით, ან ისეთი გამოცდილება აქვს, სადაც არ იცოდნენ რეალურად როგორ უნდა დაედოთ სწორი შედეგები და ჩვენ კომპანიაში მეც იგივე და თვითონ კომპანიაშიც არიან ისეთი კომპეტენტური ადამიანები, ვინც ამ ყველაფერზე მუშაობენ და შეუძლიათ რომ ძალიან ღირებული და სწორი და კარგი გამოცდილება გაგიზიარონ და დაგეხმარონ. შესაბამისად, მარიამ, თუ საჩუქრის ფარგლებში თქვენ გადაწყვიტავთ, რომ one-on-one ტიპის ფორმატი შეხვედრა აიღოთ ჩემთან, შეგვიძლია რომ კონკრეტული გამოწვევა თუ გიდგათ კომპანიაში ამ პრობლემა, ამაზე ვისაუბროთ, დავიგეგმოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, როგორ შეიძლება გაკეთდეს და მე აბსოლუტურად ღია ვარ, რომ რაშიც შემეძლება, აბსოლუტურად დაგეხმაროთ ყველაფერში. არაფერს, თქვენ მადლობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საინტერესო იყო ეს თემები თქვენთვის და გამოიყენებთ უშუალოდ თქვენს რეალობაში, თქვენს კომპანიებში ან თქვენს გუნდებში თუ ხართ მენეჯერები. თუ მეტი შეკითხვა არ არის, მეგობრებო, მაშინ მე დაგემშვიდობებით, ჩვენს განკუთვნილი დროც პრინციპში მე მგონი ამოიწურა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა არ ვიცი, თქვენი ჩართულობისთვის, ესეთი აქტიურობისთვის, დღეს დროის დათმობისთვის. ვეცდებით, რომ ხშირად გავაკეთოთ ხოლმე მსგავსი ტიპის საუბრები და შემოგთავაზოთ საინტერესო თემები, წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს, მეილზე მიიღებთ სასაჩუქრე ვაუჩერს, როგორც გითხარით და იმედი მაქვს, რომ ყველა თითოეული თქვენგანი დაიწყებთ რაღაც სასარგებლო ძირეული ცვლილებების შეტანას თქვენს ორგანიზაციებში. წარმატებებს გისურვებთ და კარგად გრძანდებოდეთ.